კიდევ ერთი გაუჩინარებული ახალგაზრდა, რომელსაც 8 თვეა ეძებენ. 18 წლის ზუკა გულაროვი 12 დეკემბერს კასპში სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ვეძებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ეკლესია, მონასტრებში და სხვადასხვა ადგილას, თუმცა მისი პოვნა ვერ მოხერხდა. წერს დაკარგულის დედა და დახმარებას ითხოვს. საქართველოში რუსეთიდან 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ შემოვიდა. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ტურისტის სტატუსით იმყოფებოდა. TV პირველის ინფორმაციით სატვირთო ლარსის სასაზღვრო პუნქტი გადმოგვედა. დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ამოღების შესახებ ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. თუმცა საიდან შემოვიდა და რომელი ქვეყნის მოქალაქე დააკავეს უწყებას არ დაუკონკრეტებია. რუსეთის ელჩმა გაეროში ოცნების პრაგმატულობაზე ისაუბრა. ევროკავშირის მცდელობები ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში და თბილისი ნატოში ჩაითრიოს, კარგს არაფერს მოიტანს. საქართველოს ამჟამინდელმა პრაგმატულმა ხელისუფლებამ ეს კარგად იცის, განაცხადა ვასილი ნებენზიამ. რუსეთმა თბილისს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ეგრეთ წოდებული ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ბოლო 2 დღეში ენგურის ხიდი კიდევ 17-მა ბენზინმზიდმა გადაკვეთა. როგორც კოალიცია ცვლილებისთვის უგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, ცისტერნები პოლიციის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. ოფიციალური თბილისი ოკუპირებული რეგიონის საწვავით მომარაგებას გალში მცხოვრებლების დახმარების მოტივით ხსნის. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ საწვავი ფსოუდან რუსეთში გადის.